გეტყვით ჩემო ძვირფასებო, რომ აღდგომის შემდეგ ეხლა აი მაგალითად ჩვენი ძვირფასი ნატალია ბოკუჩავა რომ მიდიოდა წირვაზე ღამისთევით, ხო, ნატალიას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ქრისტე აღდგებოდა წირვაზე, დაიძახებდნენ ქრისტე აღდგა, მერე აზიარებდნენ, მერე ბედნიერი წამოვიდოდა სახლში და ეს მაშინ მასზე არ იყო. იმ პერიოდში, როდესაც ქრისტეს ცხოვრება მიმდინარეობდა და ეს რეალურად აღესრულებოდა, მაშინ ძალიან უჭირდათ ამის დაჯერება ადამიანებს. ჩვენ აი 2025 წელია ქრისტე აღდგას ვიძახით და ეხლა ვიცით, რომ ესე იგი ისევ რომ აღდგომა, ისევ ღამე ყველანი გავბედნიერდებით და ისევ მოწყარი დაიძახებს ქრისტე, ასევე ვიცით, რომ ქრისტეს შობა როცა არის ამის დრო, აგერ გიორგობა მოდის რაღაცა და ეს უკვე გავლილია და ეს უკვე გადაწყვეტილია და დადგენილია და ეკლესიამ ეს ესე იგი წლიური ციკლი ამ დღესასწაულებისა ვიცით რომ მოცემულია და არ შეიცვლება, მაგრამ როცა იესო ქრისტეს ცხოვრებაში ხდებოდა, მაშინ ეს ყველაფერი ძალიან ძნელი დასაჯერებელი იყო. არ მოიდგინეთ თქვენ ახლა მერას გეუბნები. უყურებდნენ თავის ღმერთს, როგორი იყო, ესე იგი, ნაცემი, შეურაცხყოფილი, როგორი იყო დამცირებული, როგორი იყო ჯვარზე გაკრული, როგორი იყო ჩვენთვის ჯვარზე მომკვდარი და როგორი იყო ამ დროს ძალიან უჭირდათ მოციქულებს რომ დაეჯერებინათ ეს ღმერთიაო. თვით მოციქულებსაც ძალიან გაუჭირდათ და რა თქმა უნდა ყველა ადამიანი. აი ახლა პირველი თქვენ უკვე გიცით რომ მარიამ მაგდალინას როცა აღდგა პირველი მარიამს დაელაპარაკა. ჩვენ მერე მოგიყევით რომ მერე მოციქულები რო სახლში იყვნენ შეკრებილი და მარიამი უყვებოდა როგორ ნახა ღმერთი, მერე იქ გამოეცხადა და მშვიდობა თქვენ და ასე უთხრა. მერე ვიცით რომ მოციქულებთან ერთად საჭმელი მიირთვა. მერე ვიცით რომ თომა მოციქულმა უთხრა რომ მეო არ ამჯერა მაგეებისო სანამო ხელს მე თვითონ არ შევახებო. აი აქო ფერზე ჭრილობები აქო და იმ ჭრილობებში ხელი უნდა ჩავყო, რომ აი ესე ხელი დავაჭირო, მართლა ცოცხალიაო, აი ხორცი ცოცხალია აქო თუ რაღაც ლამბი ხომ არ არის. და როცა ესენი ყველაფერი აღესრულა, მთელი 40 დღის განმავლობაში აღდგომიდან ჩვენი მაცხოვარი, მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ეცხადებოდა მოციქულებს, რათა განემტკიცებინა ისინი ამ სარწმუნოებაში, რომ ის მართლა მკვდრეთით აღდგა და ჩვენც აი ასეთი აღდგომა გველოდება სამომავლოდ. რომ სიკვდილით ამარცხებულია უკვე, რომ ვინც ქრისტიანი გახდება და მიჰყვება ქრისტეს, ეჭვი აღარ უნდა შეეპაროს, რომ ეს გამარჯვებულ ომში მონაწილეობის მიღებაა. და ამიტომ დასჭირდა რამდენჯერმე გამოცხადება და მე 40 დღეს აი დაასრულა ქრისტემ თავისი დავალება, რაც მამისგან მიიღო ზეციდან და მე 40 დღეს შეკრიფა ყველა მოციქული და ამაღლდა ზეცაში. აი ასე ფეხებით აიწია, აი პირდაპირ ასე წავიდა. ეხლა ამის დანახვაც არ იყო იოლი, აბა თქვენ წარმოიდგინეთ, ხო? მანამდე ხო ასეთი რამე არ არსებობდა და ასე დაინახეს უფალი ძევით და უკვე ღრუბლებში რო ავიდა და ღრუბლები მოეფარა, რა თქმა უნდა, არაფერი აღარ ჩანდა და ეს მოციქულები შეჰყურებდნენ ცას მაინც. ხო და მერე ანგელოზი დაეშვა ზეციდან და უთხრა რომ რა შეჰყურებთო? ისო თავის ადგილას წავიდაო, თავის სამოთხეში მამასთან, საიდანაც ჩამოვიდა თქვენთან. და ასეთი რამ აუწყა, რომ ეხლაო რაც დაგიბარათო, იმის განხორციელების დრო დაგიდგათო. რაც თქვენ გასწავლათო, ეხლა ეს სწავლება თქვენ გევალებათ, რომ წახვიდეთ და სხვადასხვა ქვეყნებში ჩაიტანოთ ეს სწავლება და ადამიანებს ასწავლოთ. ამიტომ ეხლა უყურეთ რა ხდებოდა.
ეხლა ამა თანხელა ძალა კი არ ქონდათ. როგორ უნდა წავიდეთო? თან ყველა სხვადასხვა ქვეყანაშიო. აი ხა უყურე სიტყვაზე ვიღაცა შეხვდა საბერძნეთი. თუ ბერძნული არ იცის ეხლა დავით ბიათაშვილმა ცხეთიდან ძალისიროა ჩვენი ყოჩაღი ბიჭი. აი წავიდა ეხლა საბერძნეთში. თუ ბერძნული არ იცის გააგებინებს რამე ეს. რაცა უნდა ილაპარაკოს. ისინი გაიგებენ რამე ეს. მიხვდი? ამიტომ ეს განიცდიდნენ მოციქულები, კაცო, როგორ უნდა ვიქადაგოთ, რა უნდა ვიქადაგოთ. ასეთი ძლიერი წმენაც კი არ ქონდა. თან იძახდნენ, მოდი ერთად წავიდეთო, მაგრამ აბა როგორო ქრისტემ კიდე გითხრათ, თქვენ ქვეყანებში უნდა წახვიდეთო და ერთად როგორ წავიდეთ. ხოდა აი ანგელოზმა უთხრა, რომ ნუ გეშინიათო, დაელოდეთო 10 დღეო და აღდგომიდან 50 დღეს, ანუ ამაღლებიდან 10 დღის შემდეგ. თქვენზე ზეციდან გარდამოვა ძალა და მადლის სულისა წმინდისა და თქვენ იმ ძალით შეიმოსებით, რა ძალაც იესო ქრისტეს ჰქონდაო თვითონ. ანუ ღმერთის ძალა შევა თქვენშიო. ასე გადმოვაო სული წმინდის მადლი და თან იცით რა უთხრა? თქვენ იმენაზე დაიწყებთ მეტყველებას. ეხლა რა თქმა უნდა მოციქულები ამას ვერ გებულებდნენ. როგორ უნდა დავიწყოთო იმენაზეო, როცა არ ვიცით. და მართლაც ელოდნენ ამ 10 დღის განმავლობაში. ხოდა მართლაც ბავშვებო უყურე რა მოხდა. მოვიხადო ეხლა ეს კოდი, აი რა არის წილისყრა. ეხლა აქ რომ ფურცლებზე ლამაზად რომ ერთნაირ ფურცლებზე, პატარა ფურცლებზე, ქაღალდის ფურცლებზე, რო დავწეროთ ყველა ის ქვეყანა, რომელიც დღეს არსებობს. აი მაგალითად იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, არგენტინა, ბრაზილია და ასე შემდეგ. ჩამოვწეროთ ყველა ქვეყანა, დავამბგვალოთ ეს ქაღალდის ფურცლები და რამდენი ქვეყანაც არსებობს, თქვათ, ავიღოთ 300. 300 ქაღალდის ბურთია, რომელიც სადღაც წერია არ ვიცი. აი რა არის ახლა წილისყრა. ილოცეს მოციქულებმა, აურიეს ეს კარგად, რომ არ გავიგოთ და ასე სათითაოთ, აი, ამოიღებდა ჯერ პეტრე მოციქული, მერე პავლე მოციქული და ასე შემდეგ. და როცა 12-ვე ამოიღებდა თითო-თითოს, ისევ ხელახლა დაიწყებდა პეტრე ამოღებას. მეორე წელს ჩამოატარებდნენ მესამე, მეოთხე, მეათე, მე-20 რამდენი დაჭირდება და უკვე რომ აღარ იქნებოდა ქაღალდის ფურცელი ბურთულა ქუჩი, დამთავრდებოდა წილისყრა. და მართლაც ესე განახორციელეს და ეხლა უყურებთ, თქვათ ანდრია პირველ წოდებული. პირველ წოდებული რას ნიშნავს, რომ პირველად ქრისტემ მოუწოდა მას. აი თქვათ ანდრია პირველ წოდებულს, თქვათ შეხვდა 7 ქვეყანა საქადაგებლად. ეხლა კიდევ ვიმეორებ, ეს მოციქულები განიცდიდნენ, რომ იმ ქვეყანაში რომ წავალო. რა ენაზე უნდა დაველაპარაკო, იმათ ჩემი ენა არ იციან, მე იმათი ენა არ ვიციო. ხო და ანგელოზმა ზუსტად ამაზე აუწყა, რომ მოიცადეთო, ესე იგი, აღდგომიდან 50 დღეს დიდი სასწაული მოხდება, ზეციდან წამოვა მადლი და წყალობა ღვთისა და თქვენ ამეტყველდებით იმ ენაზე, რომელ ქვეყანაშიც მოგიწიათ გერგუნად, წილად და რომელ ქვეყანაშიც გეკუთვნით წასვლა და ქრისტიანობის გადაგებაო. მართლაც ელოდებიან მოციქულები და მართლაც ბავშვებო კვირა დღე არის. აი როგორც აღდგომა ყოველთვის არის კვირა, მინდა გითხრათ, რომ ამაღლება ყოველთვის ხუთშაბათს არის. იმიტომ რომ მე-40 დღე უწევს ყოველთვის ხუთშაბათს. და იმის შემდეგ 10 დღე რო კიდევ გადავთვალოთ, ანუ 51 დღე აღდგომიდან ისევ კვირა უწევს. ანუ სულთ მოფენობის დღესასწაული, ეს არის კვირა დღე ყოველთვის. ესე იგი, მართლაც მოხდა ასეთი სასწაული, ცეცხლის ენები დაეშვა ზეციდან, აი ესე, აი მეხი რო გავარდება ხოლმე, დაგინახავთ ცეცხლი რო ესე არის. ასეთი ცეცხლები გადმოცვიდა. ხო და როგორ მოხდა, იცი ჩემო ძვირფასო მართა? აი მოციქულებს
თითქოს თავზე ეცემოდათ, მაგრამ კი არ იწვებოდნენ. აი ესე თითქოს თავში შესდიოდათ ესა, რაღაც უცნაურად იყო. ოღონდ არც ცუდად იყვნენ და არც განიცდიდნენ ამას და რაღაცა ძალით აივსნენ. ანუ გაძლიერდნენ თურმე ამ წმენაში, ძალიან გაძლიერდნენ, ესე იგი გაძლიერდნენ მიეცა ძალა ხელში, რომ რასაც ქრისტე ახორციელებდა თავის სიცოცხლეში, მოციქულებს მიეცათ იგივე ძალა. ანუ მათ მიეცათ, რომ ავადმყოფები განკურნონ, ანუ ხელს დაადებდნენ და ეთყოდნენ, განიკურნებდნენ, მიცვალებულებს აცოცხლებდნენ. აი რასაც ქრისტე აკეთებდა, იმის ძალა მიეცათ. და უკვე კი აღარ შიშობდნენ ნატალიკო, როგორც ადრე ამბობდნენ, მოდი ერთად წავიდეთ, უკვე თქვა არა მე მარტო წავალო, აღარ მეშინია არაფრის, იმიტომ რომ აი ესეთი ძალა შევიდა ამ ცეცხლოვანი ენების სახით. და მოულოდნელად ანდრია მოციქულმა ქართულად დაიწყო მეტყველება, იმიტომ რომ იქ ხო იცით რომ საქართველოში შემოვდან და აი ვის რომელი ქვეყანა შეხვდა, ყველა დაიწყო. 7 ქვეყანა შეხვდა, 7 ენაზე დაიწყო მეტყველება. ერთი ხო თავისი ენა რაც იცოდა. აი ასეთი დიდი სასწაული მოხდა და მართლაც მოციქულები თელს დედამიწის ზურგზე მოექინენ, მათ ქრისტეს სწავლება, რასაც ქრისტე ჩვენ გვასწავლიდა, ეს სწავლება ჩაიტანეს ამ სხვადასხვა ქვეყანაში. ასწავლიდნენ, რაც გვეუბნებოდა ქრისტე, ქმნიდნენ ეკლესიებს, აკურთხებდნენ ჯვრებს, აკურთხებდნენ ხატებს და ასე შემდეგ, აი მოღვაწევეს სხვადასხვა ქვეყანაში და მინდა გითხრათ, რომ ამ 12 მოციქულიდან 11 მათგანი ქრისტესავით ჯვარზე გააკრეს. იყო პერიოდი, როცა იმ ქვეყანაში, სადაც ჩადიოდნენ, მთელი ქვეყანა ტაშს უკრავდა და ხებულობდა და პატივითა და ღირსებით სახში სტუმრობდნენ, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა დასდევდნენ და ემუქრებოდნენ სასიკვდილოდ, როცა დევნიდნენ და მართლაც ბოლოს უფლის განგება იყო ასეთი, რომ მათაც იგივე ხვედრი ერგოთ, რაც იესოკრაც მათ მასწავლებელს, იესო ქრისტეს მოძღვარს. და იცით, უმეტესობა მიცით რა უთხრა, აი პეტრე მაგალითად, რომ მეო ჯვარზე რომ აკრავთო, მეო ისე ჯვარზე გაყრის ღირსი არა ვარო, როგორც იესო ქრისტე გაეკრავ, იმიტომ რომ ისო ჩემზე გაცილებით და მილიონჯერ ძლიერიაო და თუ შეიძლება სხვანაირად გამაკარითო ჯვარზეო, აი დამცირებულად უფრო. ვიფიქრეს როგორო და თავდაყირა ამოატრიალეს და ისე გააკრეს, იცი ჯვარს. და მათ ხო გითხარით უკვე სული წმინდის მადლით, რომ განიმსჭვალნენ, უკვე აღარ ეშინოდათ არც სიკვდილის, იმიტომ ჩვენ ხო ვიცით, რომ სიკვდილი არ არსებობს. არის მხოლოდ დროებით გარდაცვალება. და ჩვენ ყველა უნდა გარდავიცვალოთ, მოციქულებმა ზედმიწევნით იცოდნენ ეს ყველაფერი და მერე რომ მათ ჯვარზე აკრავდნენ, მათი სხეული კვდებოდა, სული კი მიდიოდა ღმერთთან. და ახლა ყველა მოციქულის ვინც ქრისტეს ერთგულად ემსახურა, ყველა მოციქული ჩემოთ ვიფასებო, ახლა 1000 ასუფეველშია. ისინი ჩვენზე ლოცულობენ და ჩვენ როცა მათ დახმარებას ვთხოვთ, ისინი ჩვენ გვეხმარებიან. აი, რამდენია საქართველოში მათე რო ჰქვია, ლუკა რო ჰქვია, იოანე რო ჰქვია, ეს სულ მათი სახელებია, ჩვენი მოციქულების. თომაც არის საქართველოში, ბევრს ჰქვია. იაკობი აგერ, ჩვენი იაკობ ჭელიძე, როგორ გამიხარდა იაკობ შენი ნახვა. იაკობი მოციქულიც იყო და იაკობი დიდი მამას იყო, ძველი აღთქმიდან დიდი განსაკუთრებული დიდი წინასწარმეტყველი. ეხლა ჩემო ვიფასებო, როდესაც მე შემდეგ განკვეთილზე ჩვენ უკვე ცალკე ანდრია პირველწოდებულზე ვისაუბრებთ, როგორ მოხდა, რომ ანდრია პირველწოდებული დედა ღვთისმშობელმა გამოაგზავნა ჩვენთან. გახსოვთ, მე შემდეგ გაკვეთილზეც გეტყვით, მაგრამ
მე რო ახლა ვქვი რომ აი წილი ყარეს მეთქი, აი ამ დროს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, უცბად ამ წილისყრის დროს ასე ამბობენ გადამოცემის მიხედვით, რომ მარკოს მახარებლის სახლში იყვნენ. ეს იქ როგორ არის პალესტინის მიწებზე, იქ ხო ძალიან სიცხეა და სახლები აქვთ მიწის ქვეშ. და ამ მიწის ქვეშ იყვნენ ჩუმად შეკრებილი მოციქულები და უცბად გაიგეს ვიღაცა მოადგა, თხამია, პატარა სანთელი ასე ბჟუტავ და ეს საიდუმლო წილისყრა იყო, ვის რომელი ქვეყანა შეხვდებოდა და უცბად დიდი სინათლე შემოვიდა ოთახში, გაუკვირდათ ვინ არისო. შემოვიდა, იმიტომ ზერო შემოვიდეს, ახლა ჩაბნელებულ ოთახში, ხო ვერაფერს ვერ დაინახავ. ხო და ვინ არის და რო დაილაპარაკა, მიხვდნენ რომ ის იყო დედა ღვთისმშობელი, რომელიც მზესავით კაშკაშებდა. ხო და ასე უთხრეს რომ შენო დიდი ბოდიშიო და როგორ გაიგეო ჩვენო საიდუმლოდ ჩამოვედით აქაო. და იცი რა უთხრა ღვთისმშობელმა. თქვენ ხომ არ დაგავიწყდეთ ჩემი შვილი ვინ არის? იესო ქრისტე ხო ღმერთია. ხო და დედა რო ღმერთს თავის შვილს რო ეტყვის, რასაც ეტყვის, ხო შვილი როცა ღმერთია ყველაფერი იცის და შეუსრულებს და საწავდნენ მოციქულები არა ჩანანო. ხო და ესეო მე გავაგზავნეო, დავავალეო რომ წილი უნდა ყარონო, მე ხო უნებოდითო კიო მახსოვსო შვილო და სად არიან და მარკოს მახარებლის სახლში არიან ეხლაო ჩუმად შეკრებილები. ხო და მე ერთი თხოვნა მაქვს თავის დედას უთხრა. თავის შვილს უთხრა დედა ღვთისმშობელმა, რომ ერთი ქვეყანაო რა იქნებაო, მეც რომ ესე იგი შემხვდესო. და მეო როგორც შენ გიფრთხილდებოდიო, უცერში რომ მყავდიო, დილიდიო, ხო ისე გაუფრთხილდები იმ ჩემ ქვეყანას. როგორც შენ გიფრთხილდებ, პატარა რო იყავიო, ხო უვლის დედა შვილს. ხო და მეც ისე გაუფრთხილდებიო და იცით რა უთხრა ქრისტემ? დედიო, შენ ისეთი ტკბილი და საყვარელი ხარო, რომ რომელი ქვეყანა იტყვის უარსო და შენ ამოიციეო. შენ რომელი ქვეყანაც გინდაო, ხელი დაადეო. არაო უთხრა, მოდი მე წავალო მაგათთან და დაესეცამ გადაწყვიტოსო, უფლის ნება იყოსო. რომელი ქვეყანა შემხვდება, ერთი ქვეყანა ზეცამ მინდა გადაწყვიტოს, აი ჩემი სურვილით არ მინდაო, ჩემი ნებით არ მინდა რომ მოხდეს. კარგიო, საყვარელო უთხრა. და წავიდა, იმიტომ გაუკვირდათ მოციქულებს ფიშობელი რომ მინდა ბავშვები. ხო და რო უთხრეს მე ხო დაუჩოქა ყველა მოციქულმა, იცით რა მოხდა კიდე ერთი საინტერესო? ასე ხო იყო, თურმე პეტრეს ერთი ცალი ამოღებული ქონდა, ოღონდ გახსნით ჯერ არ ქონდა. ამ დროს შემოვიდა ღვთისმშობელი. ხო და ამას რა ვქნათო მაშინო, ესო დავიტოვოთო თუ ხელახლა ვყაროთ წილიო და მე იცი ერთმა ჭკვიანმა რა უთხრა? მოდიო პეტრეო, ეგო ჩავაგდოთო რომელი ქვეყანაც ამოვაო, მერე დაგვემძვრებიან ის ხალხიო, რომ იქნება დედა ღვთისმშობელს მე ვერ გებოდი წილათო, იმიტომ რომ დედა ღვთისმშობელი ბავშვებო იმდენად დიდია და აღმატებული ყველა წმინდანზე, რომ ასე ამბობენ, აი როგორც მდინარე მტკვარი, იცით ხო რამხელა და მდინარე მტკვარს 1000-ობით შენაკადები აქვს პატარა. აი დედა ღვთისმშობელი და დანარჩენი წმინდანები ისე განსხვავდებიან, რომ ანდრია სალოსმა თქვა, როგორც მდინარე და პატარა შენაკადები, ეს მდინარე ღვთისმშობელია და ეს პატარა შენაკადები დანარჩენი ყველა წმინდანი. მიუხედავად იმისა, ესენი მოციქულები არიან, წინასწარმეტყველები, ჩვენი საყვარელი მოწამეები, წმინდა გიორგი მაგალითად, წმინდა ქეთევანი, აი იმდენად აღემატება დედა ღვთისმშობელი ყველას და რა თქმა უნდა ყველას მოუნდებაო, რომ მე ვიყო დედა ღვთისმშობელი, ჩემი მფარველი იყოსო, ჩემი ქვეყნისო და მართლაც ამ 12-მა მოციქულმა დაუჭოქა, გაუწოდეს დედა ღვთისმშობელს ესე და დედა ღვთისმშობელს მზის თითებია, მზის ხელები, ასე ბრწყინავს მისი სათუთი თითები, ასე ჩამყო დედა ღვთისმშობელმა აურია და ამოიღო და საქართველო არ წერია, ის ერთადერთი ყველაზე
დალოცვილი ქვეყანა ზეცისგან ასე გადაწყვიტა ზეცამ და უფლის ნება ასეთია, რომ ყველაზე დიდი მფარველი საქართველოს ერგოცილად. აი ასეთი წყალობა გვაქვს. მე ცნობისთვის გეტყვით ბარემ, რომ დედა ღვთისმშობელს სულ 4 ადგილი ერგო საქადაგებლად. აი დღემდე ისტორია ისე განვითარდა. ქვეყანა სრულად ვისი, ესე იგი, ვინც ერგო თლიანი ქვეყანა, რომ უპატრონოს დედა ღვთისმშობელმა, თლიანი ქვეყანა მარტო საქართველო. მეტი არც ერთ. ამის გარდა ერთი მთა არის, ესე იგი, საბერძნეთში კუნძულია. მთა, აღამტიანი და იქ ერთხელ დედა ღვთისმშობელი იმყოფებოდა ამ კუნძულს. ფეხი დადგაო, ასე ამბობ. და ფეხი რო დადგა ღვთისმშობელმა, იმის შემდეგ ის მთელი კუნძული მონასტრად გადაკეთდა, მამათა მონასტრად, და ვინაიდან დედა ღვთისმშობელს თავისი წმინდა ფეხები აქვს იქ დაბიჯებული, ამის შემდეგ ამ კუნძულზე ქალის ფეხი აღარ დაიდგმებაო. იქნებიან მარტო მონასტრის მამები და მარტო წირვალოცვები, აქ ოჯახები აღარ შეიქმნებაო და მონასტრად გადაიქცევა ეს მთაო. აი ამ მთას ქვია ათონის მთა. აი ესე იგი, ერთი ქვეყანა ხო თქვით საქართველო, მისი მფარველია დედა ღვთისმშობელი, მეორე არის ათონის მთის მფარველი, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე შედის, მერე ერთი ბავშვებო არის კიევო-პეჩორის მონასტერი უკრაინაში. კიევო-პეჩორის მონასტერი არის დიდი ლავრა, ანუ ძალიან დიდი მონასტერია, მე ნამყოფი ვარ საბედნიეროდ იმ ადგილს. და ესე იგი, ეხლა სამწუხაროდ იქ ომები და დიდი არეულობა მოხდა და ამ ესე იგი არეულ დარეულობაში გამოაძევეს იქიდან მართლმადიდებელი მორწმუნე ესე იგი ღვთისმსახურები. და სამწუხაროდ ამ წუთას იქ დიდი არეულობა. თუმცა ესე იგი, აი იმდენად დიდია ღვთისმშობლის მფარველობა, რომ ის ერთი კიევო-პეჩორი, ასე ქვია, კიევო-პეჩორის მონასტერი, მისი მფარველია და მთელი უკრაინა იძახის ჩვენი მფარველიც არისო იმ ერთი მონასტრის გამო. და მეოთხე ვისი მფარველიც არის, ეს არის დივეევოს მონასტერი. დივეევოს მონასტერი ეს არის რუსეთში. და ასევე რუსეთისთვისაც იმდენად სათაყვანებელია ღვთისმშობელი, რომ ერთი მონასტრის მფარველია და ამის გამო იძახიან მთლიანად რუსეთის მფარველიაო. აი ასე, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მთლიანად ქვეყნის მფარველი მარტო საქართველოს მფარველია. ეს მე რაც გითხარით, ჩემო ძვირფასებო, ამას მარტო ქართველი წმინდა მამები არ ამბობენ. ამას ადასტურებენ ბერძენი წმინდა მამები, რუსი დიდი წმინდა მამები და სერბი და სხვადასხვა ქვეყნის წმინდა მამები. აი ასეთი პატივი ერგო საქართველოს. ეხლა თქვენ ჭკვიანი ბავშვები ხართ და მიხვდებით, რომ აი როგორ არის იცი სწავლებაში. გახსოვთ ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ ღვთისმშობელს რომ ბაია მუცელში ყავდა იესო ქრისტე, ხომ ამ დროს ღვთისმშობელმა კვართი მოუგსოვა იესო ქრისტეს. და ამ კვართში დედის სითბო და მზე ჩაიღვარა. გამოვიდა ერთადერთი სამოსი დედამიწის ზურგზე, რომელსაც ნაკერი არ აქვს და ეწოდება უკერველი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ხო და რო დაიბადა პატარა იესო საყვარელი, ჩააცვა ეს კვართი და გარდამოცემის მიხედვით მოხდა დიდი სასწაული. ასე ამბობენ, რომ კვართი ზედ ეზრდებოდა მაცხოვარსო იესო ქრისტეს და მთელი 30 წლის განმავლობაში მთელი ქრისტეს სიყვარული და მისი წმინდა გულის სუნთქვა სულ ამ კვართში ჩავიდაო. და ბოლოს რომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს, უნდოდათ მის ჯვარმცმელებს, რომ ეს კვართი 4 იყვნენ და მოდი 4 ნაწილად გავჭრათო, გავიყოთო. და თუ იესო ქრისტე მართლა ღმერთი აღმოჩნდაო, მერე გმირად გავყიდოთ. და დაუწყეს ჭრა.
ჭრეს და ხელები დაითხარეს, მაგრამ ვერ გაჭრეს. იმიტომ ის ხო უკერველია, მაშინ ხო ღვთისმშობლის მზე ჩავიდა და იესო ქრისტეს სუნთქვა. აბა სუნთქვას გაჭრი, მზეს გაჭრი, ვერ გაჭრი და იქ თუმეტეს დედა ღვთისმშობლის მზე ჩავიდა და იესო ქრისტეს სუნთქვა და იქვე დადეს უპატიო. ხო და აი მე საქართველოდან დედამ გააგზავნა ორი ადამიანი, ელიოს ცხეთელი და ლონგინოს კარსნელი, რომელთაც უთხრა, რომ იესო ქრისტეს დასჯაშიო, დედამ უთხრა, თქვენ მონაწილეობა არ მიიღოთ, იმიტომ ეგ ნამდვილი ღმერთიაო. და მართლაც ებრაელებმა რო თქვენ ჯვარცაცი რო ყვიროდნენ, ელიოსმა თქვა, მე არ მივიღებ მონაწილეობასო და ლონგინოსმაც დაუდასტურა. ხო და მე მართლაც პილატემ რო უთხრა, აბაო რო იძახით ჯვარცაცო თქვენი ღმერთიო. მე მართლა ღმერთი რო აღმოჩნდესო, ის წყევლა ვისზე გადავიდეს. მე მაგ ცოდვაში არ ჩავდგები, გამოიტანა და ხელები დაიბანა. და იცით რა უთხრეს ებრაელები? თუ ეგ მართლა ღმერთი აღმოჩნდა, ეგ ცოდვაო, ანუ ჯვარცმის ცოდვა, თუ ღმერთი გავაკარით ჯვარზე, დაიწყევლოს, ჩვენ დავიწყევლოთ და ჩვენი შვილები და შვილიშვილები. აი, და ეხლა უყურე, ეს ხო მართლა ღმერთი აღმოჩნდა, ჩვენ ხო ვიცით, აბა ღმერთი რო არ ყოფილიყო, თავის მკვდარ სხეულს ვინ გააცოცხლებდა, ეს მარტო ღმერთს შეუძლია. ამით დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი ღმერთია. ხო და ეცით როგორ წარიმართა მერე. ეს ებრაელები რო დაბრუნდნენ ყველა თავიანთ ქვეყანაში, ეს წყევლა ყველა ქვეყანაში ჩაიტანეს. და ასე ამბობენ დიდი ისტორიკოსები და სპეციალისტები, ჩვენი საყვარელი, რომ ყველა ქვეყანამ ქრისტეს ჯვარცმის წყევლა ჩაიტანა თავის ქვეყანაში და საქართველოს ამ წყევისგან თავისუფალია. და ვინაიდან ჩვენ არ მივიღეთ ქრისტეს ჯვარცმაში მონაწილეობა, ელიოზი და ლონგინოსი ბოლომდე უყურებდნენ ქრისტე როგორ აღესრულა ჯვარზე. მერე ხო იცი, მოიღრუბლა, ამინდი, მერე ზეგი შავი ღრუბელი გადაეკრა, შეიძრა მიწა და ყველა შეეშინდა და გაიქცნენ, მაგრამ ელიოს და ლონგინოს ფეხი არ მოუცლია. და სულ რამოდენიმე ადამიანი დარჩა იქ. ხო და ელიოზი მივიდა კვართთან და მე მინდა რომ წავიღო ეს უკერველი კვართიო და ჩემს დედას მიუტანო, იმიტომ დედამ მითხრა რომ მონაწილეობა არ მიიღო და ქართველ ხალხს გავახარებ. ხო და ის ყველსაც მოუნდა, ჩვენს გვინდოდაო, წაღებაო და მოდიო მაშინ იცი რა ვქნათო, ეკლესიურად მოიქცეთო და წილი ვყაროთ. აი ჩვენ 7-დანო, ვისაც ერგებაო, ჩვენი ქვეყნები დავწეროთო და ვისაც შეხვდებაო, ღმერთმა გადაწყვიტოსო და იმან წაიღოს თავის ქვეყანაშიო. წაყარეს ბავშვებო წილი, ამოიღეს და მისი იყოს კვართიო და ცხეთა და საქართველო არ წერია. აი აქედან იწყება პირველი ჩვენი დაჯილდოება ყოფნისგან, იმიტომ რომ ჩვენ მის ჯვარცმაში არ მივიღეთ მონაწილეობა, შევიყვარეთ თავიდანვე ჯვარზე გაკრული ღმერთი. ხო და ეხლა უყურე რას ამბობენ. აი იმიტომ ჩაგვაბარა დედა ღვთისმშობელს პატრონად, იმიტომ დაგვინიშნა მფარველად საქართველო, რომ კვართი რო ჩაგვაბარა ღმერთმა, კვართს ხო ბევრი მტერიც გამოუჩნდება. ხო და ბევრი მტერი რო გამოგვიჩნდება, ჩვენ მრავალრიცხოვან მტერს როგორ უძლებთ, ხო იცის ღმერთმა რომ გაგვიჭირდება, იმიტომ ჩვენ ხო ცოტანი ვართ ქართველები. და მტერი კიდე 100,000-იანი ლაშქრები და იცით ერთხელ რამხელა მტერი მოადგა საქართველოს 600,000. ანუ 9 მილიონზე მეტი. ქართველები სულ 65,000 ვიყავით, იცით? და მაინც მოვიგეთ ეგონ, მერე მოგიყვებით მაგონს. ხო და აი უყურე, ასე ამბობენ მამები, რომ ყველაზე დიდი სიწმინდე კვართი ჩაგვაბარა ქართველებს უფალმა. ხო და დედა ღვთისმშობელს კიდე მიგვაბარაო. რომ აი კვართის გამო ბევრი ბრძოლები რო გექნებათ, დედა ღვთისმშობელი დაგიცავთ. თქვენც კარგად ხვდებით ბავშვებო, დედა ღვთისმშობელს მოერევა ვინმე, აჯობებს და ამას წყებს ვერავინ და ამიტომ საქართველოს უძლეველი არის დღესაც და ბოლომდე ასეთი უძლეველი დარჩება.
აი ესეთი ბედნიერები ვართ ქართველები. თან კიდევ ვიცით როგორი რამეა, ჯერ ღვთისმშობელი ყველას დედაა და ყველას იფარავს, მაგრამ ქართველებს 2 მაგათ და 5 მაგათ და 10 მაგათ მეტად, იმიტომ რომ მას წილად ხვდა, ანუ მას მფარველობა შეხვდა ღვთისგან, დაევალა ღვთისგან, რომ ეს იყოს შენი ქვეყანაო. ერთ საოცარ რამეს გეტყვით თომასწავლებელო. ესე იგი, მე მიმოგზაურე ყაზბეგში ფილმის გადაღებების დროს და ყაზბეგის მუზეუმში და მე ჩემი თვალით წავიკითხე. ქართლის ცხოვრებაში ასეთ რამ წავიკითხე, რომ ოდითგანი, აი ჩვენ ხო გერგეტის სამება გვაქვს ძალიან მაღალი ტაძარი 2200 მეტრზე. იქიდან კიდე ფეხით რომ თებში ვიაროთ, ქართველებს თურმე მონასტერი გამოუკვეთავთ კლდეში. ამ მონასტერს ქვია ბეთლემის გამოქვაბული. და თურმე ბეთლემის გამოქვაბულში, აი ეს წერია ქართლის ცხოვრებაში, ჩემი თვალით მაქვს წაკითხული, ინახებოდა ის აკვანი, რომელშიც დედა ღვთისმშობელმა გაზარდა იესო ქრისტე. და თან კიდევ უფრო საყვირველი, მამა აბრაამის კარავი ინახებოდა თურმე ამ ბეთლემის გამოქვაბულში. ახლა რატო არის მამა აბრაამის კარავი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მამა აბრაამი კაცთა მოდგმის მამად ითვლება. აი ებრაელები თავის მამას ეძახიან. და ჩვენ კარგად რო ისტორიას ჩავყვეთ, მამა აბრაამის და ღვთისმშობელიც ორივე ქალდეველები არიან. და ჩვენ თუ უფრო ძველ ისტორიას დავიბრუნებთ, აი რომელიც კომუნისტებმა ბოლო პერიოდში წაგვართეს, ისტორიის წიგნები ამოგვიხიეს და მოგვირწმეს, მაგრამ ყავს ისეთი დიდი ჩვენი ისტორიკოსები, რომლებიც გვიწერენ ამ საიდუმლოს რამას, რასაც გეტყვით. ესეთი დიდი ისტორიკოსები და ჩვენი მოაზროვნეები არიან ილია ჭავჭავაძე, ივანე ჭავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, პავლე ინგოროყვა და კიდევ მრავალი სხვა, რომელიც წერენ, რომ საქართველოს ძველი ჩვენი სამშობლო, ძველი ჩვენი მიწა-წყალი იყო ქალდია. ესე იგი რა გამოდის? ქალდეველები ვართ ჩვენც, ღვთისმშობელის და მამა აბრაამის. ესე იგი, მამა აბრაამის კარავი იმიტომ მოხდა საქართველოში, რომ ჩვენ დიდი კავშირები გქონდა მასთან. და დედა ღვთისმშობლის აკვანი, ანუ რაშიც გაზარდა იესო ქრისტე, რა თქმა უნდა შემთხვევით როგორ მოხდებოდა ჩვენთან. უფრო მეცაც გეტყვით. ერეკლე მეფე ხო 300 წლის წინ იყო ეხლა. ერეკლე მეფეს ერთი განსაკუთრებული ომი მოუგია სადღაც ყაზბეგის მხარეს და ეს მოხევეები მოეხმარნენ ამ ომში და რომ დამთავრდა გამარჯვები, ხო გამოიარა ხევზე, ანუ მოხევეების ყაზბეგზე. და მოხევეებმაო ასეთი რამ წერია სიგელ გურჯში, ეს უკვე მუზეუმშია დაცული ყაზბეგის. ასე წერია, რომ მოხევეებმაო ერთგულების და პატივისცემის ნიშნად ერეკლე მეფეს სახსოვრად მისცეს მამა აბრაამის კარვის ნაწილიო. ესე იგი, ჯერ კიდე 300 წლის წინ ჩვენი იყო ის კარავი. ანუ ჩვენ საიდუმლოდ ვინახავთ. და მერე უკვე ცნობისთვის გეტყვით, სამამულო ომის დროს, აი როცა ჰიტლერი დაესხა თავს საქართველოს სხვათა შორის დესანტი გადმოუცვა ჰიტლერმა და მთებში თურმე მაქსიწმინდეებს ეძებდნენ. ხო და სტალინის ბრძანებითო თამსვლელები ხო ყავდა ჩვენ სახელოვანი თამსვლელები. თამსვლელთა ჯგუფი ესეთი ცნობა არის, რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ეს ცნობა ოფიციალურად დასტურდება წიგნებში, რომ თამსვლელთა ჯგუფი გააგზავნა ბეთლემის გამოქვაბულში სტალინმაო, მაგრამ იქ არაფერი არ დახვდა, თუ აი ეს ინფორმაცია წერია. ხო და მე ჩემ ვერსიას მოგახსენებთ, რომ ეს საიდუმლოებები თუნდაც უფლის კვართი, თუნდაც თამარ მეფის საფლავი, შოთა რუსთაველის საფლავი. ეს ისტორიაში კიდე რა გვიწერია, იცი, რომ ქართველებს თურმე ოდითგან გაგვაჭდა საიდუმლო ცოდნა და საიდუმლო განძი. განძი გასაგებია, სიმდიდრეა, მაგრამ საიდუმლო ცოდნაში რა იგულისხმება, ჩვენ ეს კონკრეტულად არ ვიცით, ჩემო მითვალსებოდა, ეგრე რომ აქ დიდი საიდუმლოებები იმალება და
რომელიც როგორც წინასწარმეტყველები გვეუბნებიან, მეორედ მოსვლის წინ გამჟღავნდება ეს ყველაფერი. ეხლა თამარ მასწავლებელს მე ვთხოვ, რომ თუ შეიძლება მულტიპლიკაციური ფილმი რომ ჩავთოთ ამაღლებასთან დაკავშირებით, რომ რაც მოგიყევით, აი ეს ბავშვებმა რომ თავისუფალით ნახონ. ქრისტეს ამაღლება. აღდგომის შემდეგ მაცხოვარი მე-40 დღეს უნდა ამაღლებულიყო ზეცად და გამომშვიდობების წინ მოწაფეები დაარიგა. მომეცა მე ყოველი უფლება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. წადით ყველანი ქვეყნად, იქადაგეთ სახარება და ნათელი ეძით სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ასწავლეთ ერთა ყოველი მცნება, რომელიც მე თქვენ მოგეცით. ვინც თქვენს ქადაგებას მიიღებს, მირწმუნებს მე, მოინათლება და ჩემს მცნებაზე დივლის, იგი ცხონდება, ხოლო ვინც უარყოფს, წარწმდება. ბოლოს იესომ შეკრიბა მოწაფენი იერუსალიმში და უთხრა: იერუსალიმიდან ფეხს ნომოიცვლით, ვიდრე თქვენზე არ გადმოვა სული წმინდა. იოანე წყლითაც სცემდა ნათელს, რამდენიმე დღის შემდეგ კი თქვენ მოინათლებით სულითა წმინდითა. მაშინ თქვენ მოგენიჭებათ განსაკუთრებული ნიჭი სახიერების ქადაგებისა, სხვადასხვა ენის ცოდნა, მოგეცემათ ძალა ავადმყოფთა კურნებისა და სასწაულმოქმედებისა. თქვენ იწყებთ ქადაგებას იერუსალიმში, იუდეასა და სამარიაში და მთელ დედამიწის ზურგზე. მისცა ეს აღთქმა იესომ მოწაფეებს, გაიყვანა იერუსალიმიდან, აიყვანა ზეთისხილის მთაზე. აქ აკურთხა და დალოცა ისინი. ამ კურთხევის დროს ჰაერში მაღლა წავიდა, ამაღლდა ზეცად და დაჯდა ზეციურ ტახტზე, მამისგან მარჯვნივ. განცვიფრებული მოწაფენი მთაზე იდგნენ და კარგახანს იცკირებოდნენ ზეცაში, სადაც მიეფარა მაცხოვარი. ამ დროს გამოეცხადნენ მათ ანგელოზნი და უთხრეს: კაცნო გალილეველნო, რას დგახართ და იცკირებით ძევით? იესო, რომელიც ახლა თქვენგან ამაღლდა, იმ სახითვე მოვა, როგორც იხილეთ ზეცას ამაღლებული. მოწაფეებს გაუხარდათ, დაბრუნდნენ იერუსალიმში, ადიდებდნენ უფალს და ელოდნენ სული წმინდის გარდამოსვლას. მოლოდინი მალე აუსრულდათ. ამაღლების შემდეგ მეათე დღეს ერთ სახლში შეკრებილ მოციქულებზე გარდმოვიდა სული წმინდა ცეცხლის ენების სახით. მოციქულებმა აქამდე ებრაულის მეტი ენა არ იცოდნენ. ახლა გეუცებ, სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ. ამას გარდა აივსნენ სულიერი ძალით, გაძლიერდნენ. მაშინვე იერუსალიმში, ურიასტასა და ახლო-მახლო ადგილებში სახარების ქადაგება დაიწყეს. მერე შორეულ ქვეყნებში წავიდნენ. ყველა ხალხს მის ენაზე ასწავლიდნენ და მთელს დედამიწაზე გაავრცელეს სახარების მოძღვრება. ბევრი ტანჯვა გამოიარეს, ბევრი მათგანი სიკვდილითაც დასაჯეს, მაგრამ არაფერს შეუშინდნენ. ხნედ ემსახურებოდნენ თავის წმინდა საქმეს და მრავალი ერი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
მე მინდა რომ ესე იგი დღეს ბედნიერებაზე გესაუბრო. აი მაგალითად ერთი ასეთი პატარა ამბავი არის თხზულება. ერთ მოხუცმა კაცმა რაღაც ნივთი დაკარგა, ხო, მოკლედ ესე იგი გაჩერებაზე, ეზოში გაჩერება რა ავტობუსის და მოხუცი კაცი ეძებს რაღაც. გამოიარა თქვათ ერთ-ერთმა აი ჯანელიძემ, დავით ჯანელიძემ გამოიარა. ქუთაისში ხდება ეგ ამბავი. ხო და ეუბნება რომ ეხლა დავითი ყურადღებიანი ბიჭია და რო დაინახა მოხუცი კაცი ეძებს, უთხრა დიდი ბოდიში ბაბუა, ქუთაისში ბაბუა იციან, კახეთში პაპადა. ბაბუა რა დაკარგეთ? აი შვილო საათიო ხელში მე გიჭირაო რაღაცა ის მაჭი საათიო და ვეძებო და ვეღარ მიპოვია დავკარგეო. მოიცა მე მოგეხმარებითო და დავითმა დაიწყო ძებნა ეხლა. ბიჭო იქ ეძებს პატარა გაჩერება ხო იცი? იქით ნახა არ არის, აქეთ ნახა არ არის. გავიდა 10 წუთი ეძებს არაფერი. ჩამოიარა კახაბერ ჯანელიძემ სკოლა დაუმთავრდა და მოდის ახლა კახარებული და რას ეძებო? დავითო უთხრა. აი ბაბუამ დაკარგაო საათიო და მინდა მოეხმარო. მოდი მეც მოგეხმარები. აიწყო ამანაც ეძებენ ორნი, ეძებენ კიდე 10 წუთი ეძებს ვერაფერი. ჩამოიარა იაკობიც ახლოს ცხოვრობს ქუთაისთან თქვენთან ბავშვებო. ხო და ჩამოიარა იაკობმა, ბიჭებო რას ეძებთ? თქვენ სამშობლოს ცოდნების ბიჭები არ ახართ? კია სამშობლო. რას ეძებთ? საათი დაკარგა ბაბუამ. მოიცა მეც მოგეხმარებითო და მაგათ 5, 6, 7 კაცი ეძებს არ არის. მერე აბა ყველაზე ჭკვიანი ვინ იყოს? აი ჭიათურელებიც მოვიდნენ ეხმარებიან და მართა ეუბნება ეს ყოჩაღი გოგო. ეს მართა ეუბნება. ბაბუა, ერთი წუთითო დარწმუნებული ხართ რომ ეს საათი აქ გაჩერებაზე აქ დაგივარდა თო? არა, დარწმუნებული არა ვარ. მოიცა ბაბუა. შეიძლება რომ ეს საათი სახში დაგივარდა თო იქ დაკარგეთ. შეიძლება კი სახში ვათამაშებდიო და მე მგონი უფრო სახში დამივარდაო და გააგრძელა ძება. მოიცა ბაბუა ეუბნება, კაცო, თუ სახში დაგივარდა საათი და იქ დაკარგეო, აქ ეზოში გარეთ გაჩერებასთან საათს როგორ მიპოვით? ნახეთ ეხლა რა უთხრა, ეგ უნდა წაგიკითხოთ. მივადექით. კი, მაგრამ ხო, იმისათვის რომ დაკარგული გეპოვნა, შენ კი არ უნდა გამოსულიყავი სინათლეზე. სინათლე უნდა გამოგეტანა შიგნით, შეგეტანა შიგნით. როგორ იპოვი გარეთ იმას, რაც შიგნით დაკარგეო. თუ ამდენი იცით ქვედალოცვილებო, თურმე ბრძენი კაცი ყოფილა მართა ეს ბაბუა, ისეთი უბრალო კაცი კი არა და ღმერთმა ნახე რა სწავლება მოგცა. თუ მაგდენი იცით ქვედალოცვილებო, რატომ არ იყენებთ ამ ცოდნას თქვენს პირად ცხოვრებაში? რატომ არ ხედებით ხოლმე საკუთარ თავში და რატომ ხართ გადაყოლილი ყოველდღიურ გარეგანწვრილმანებს? რატომ ეძებთ ბედნიერებას გარე სამყაროში? თქვენ რა ის იქ დაკარგეთ? ნახეთ რა მაგარი სწავლება მიიღეთ. ესე იგი რომ ბედნიერება და სიხარული და სიყვარული და ღმერთი და ესე იგი ის შვება და ნუგეში შიგნით არის. აი ესეთი გამოთქმაც არსებობს ნინოს ახსოვს ჯამბაზიშვილს, რომ შედი შიგნით, შედი გულში, იქაა ღმერთი. ჩვენ გარეთ რო ვეძებოთ ღმერთი, გარეთ ვიპოვით ღმერთს, ღმერთი უნდა გულში ვიპოვოთ. აი რწმენა გარეთ რო ვეძებოთ, გარეთ ვიპოვით ეზოში, სკოლაში, ტრანსპორტში. რწმენა, ღმერთი და სიყვარული და ბედნიერება ჩვენ უნდა გულში ვიპოვოთ. გულის გარეშე ამ სათუთთაებრიულ გრძნობებს და ღმერთმა იცი რა თქვა? და შენი გული მჭირდებაო. აი ეხლა თქვენ ვიცი რომ აქ ვინ შემოდიხართ, ყველას გიყვართ ღმერთი და ვიცი რომ ხშირად ეზიარებ. ხო და
ჩვენ რომ გვეგონოს რომ ჩვენ ვიპოვეთ ღმერთი თურმე არ ყოფილა სწორი. ეცით როგორ ყოფილა სწორი? ღმერთი თვითონ ამბობს თქვენ რომ გონიათ რომ თქვენი მიპოვეთ მე არ ხართ მართლები. მე გიპოვეთ თქვენ, მე გამოგარჩიეთ და მე მოგიყვანეთ იქ სადაც ხართ. ნახეთ რა საოცარ. ეხლა მოდი ისმის შეკითხვა. ეხლა მაგალითად თვითონ თქვენთაგანს აი იგივე კახაბერს და დავით ჯანელიძეებს რამდენი მოსწავლე გეყოლება ეხლა დავით? კლასში რამდენი მოსწავლე გყავს? ალბათ ითებით მაჩვენე 8 ვაწოლოთ რა უნდა მოსწავლე. 1 25 27 მოკლედ 25. აი ეხლა უყურე 25 ამას აყავს 25 იმას, მაგრამ სამშობლოს წოდნებაზე ეს ორი ბიჭი არიან. ნახეთ, ეკლესიაში რამდენი დადის, აი კახაბერ შენი კლასიდან რამდენი ეზიარება? შენს გარდა. 3 ბიჭი, აი ეგ არის, მიხვდით? ხო და ამაშია საქმე, რომ შენ რო გონია შენ ეძებო, არ არის შენ კი არ მოძებნე ღმერთი, ღმერთმა გიპოვნა და აი ზუსტად ეს არის, ვითი ამოგვარჩია ღმერთი. ღმერთმა მოგვარჩია გული. აი რა უნდა ღმერთ ჩვენ. ხო და ხშირად ადამიანი თავის გულსაც არ იცნობს, იცით? იმიტომ რომ შენი გული რო შეიცნო, ეს ესეთი მარტივი საქმე არ არის. მაშინ უნდა ბევრი ილოცო, ბევრი წიგნი წაიკითხო, დააკვირდე, შენში ცოდვები აღმოაჩინო, განაკარო, განიწმინდო და აი ღვაწლითა და შრომით და ქრისტიანული ცხოვრებით არის შესაძლებელი გულის გაწმენდა. ესეთი მარტივი კი არ არის, მიხვდით ჩემო თვითფასებო, ამდენი შრომა ჭირდება ადამიანს. ეხლა კიდევ რა მინდოდა მეთქვა. ერთი ჩვენი მოსწავლე არის ასეთი. ესე იგი, დედამისი საჩუქრ დაბადების დღეებზე და დღესასწაულის დღეებზე ამ ჩვენი მოსწავლის დედას ასეთი ტრადიცია ჰქონდა, რომ პატარა ფურცლებზე, ესე ფურცლებს გამოუჭრიდა და რამე კარგ აზრობრივ სიბრძნეს დაუტოვებდა ხოლმე თავის შვილებს. 5 შვილი ყავს ამ დედას. ხო და ხუცავს დაამზადებდა და თქვათ გიორგოვან, აღდგომან, შობა და საჩუქრად გადასცემდა 5-ვე. სხვადასხვა იმ შვილს სხვას, ამ შვილს სხვას და ერთი ძალიან ეს ჩვენი მოსწავლე ძალიან ყურადღებიანი ბიჭია და შეინახა ისე მოეწონა, დაკეცა ესე და შეინახა და დღესაც გულის ჯიბით ატარებს. იცით რა წერია? აფსიდზე. ბედნიერებას ნუ ეძებ. ასე ბედნიერებას ვერ იპოვე. ბედნიერება უნდა დაინახო. ახეთ რა სიბრძნეა ჩადებული. რომ ბედნიერებას თუ ძებნა დაუწყე, გამოგივა ქუთაისელი ბაბუასავლით. რომ სხვაგან დაკარგა და სხვაგან ეძებს იმ საათს. ბედნიერება ჩვენ ყველას მოგცა ღმერთმა. ყველას ჩვენი წილი ბედნიერება. და შენ თუ არ ისწავლე მისი სწორად დანახვა, თავს ბედნიერად ვერასდროს ვერ იგრძნობ. ამიტომ ჩვენ ყველას მოგვეცა ბედნიერება უბრალოდ ამას დანახვაო. და ბოლოს მე ჩემ ასაც დავამატებ, რომ ძალიან ხშირად ჩვენ იმიტომ არ ვართ ბედნიერნი, რომ არაფერი ვუწყით ჩვენი ბედნიერების შესახებ. უბრალოდ არ ვიცით რომ ბედნიერები ვართ. თორემ მეტი ხელს არაფერი არ გვიშლის. აი ახლა წარმოიდგინეთ, ყველაზე დიადი რაც ღმერთმა გვიბოძა არ არის სიცოცხლე. აი ელენე ძინძიბაძეს ეხლა ღმერთმა უბოდა დაუსრულებელი უკვდავი სიცოცხლე. ღმერთი სიცოცხლე მისცა და ასე უთხრა შენი სიცოცხლე არასდროს არ დამთავრდა. ნახეთ რა საოცარი. როგორ შეიძლება ადამიანმა ეს გაიაზროს, რომ ღმერთმა მე მომცა უკვდავი სიცოცხლე, რომელიც არასდროს არ დასრულდება, არც ჩემი გარდაცვალების მერე, არც მეორედ მოსვლის მერე და არც არასდროს. ასეთი სიცოცხლე მარტო ამის ცოდნა მაინც ამხელა ბედნიერებას ჩუქნის მე. მარტო ის რომ ქრისტიანად მომნათლეს, მარტო ის რომ ქართველად შემარჩია და საქართველოში დამბადა ღმერთმა.
მერე კიდე რამდენი რამე აბა ყველამ თქვენს გულებში ჩაიხედეთ და მოდი ახლა ვილაპარაკოთ ბედნიერებაზე. აბა რა არის თქვენი ბედნიერება? ვინ თვლის რომ ბედნიერია, რითია ბედნიერი და ასე შემდეგ. აი რა არის ჩვენს გულში ყველაზე არსებითი და ყველაზე დიდი ბედნიერების მომნიჭებელი? რა გაგვაჩნია ჩვენ ასეთ? აბა ვინც აიწევს ხელს, თამარ მასწავლებელი ჩართავს იმ ბავშვებს და იმშელოთ ბედნიერების შესახებ. მას მე ბედნიერი ვარ, რომ ქართველად დავიბადე. ახე რა მაგარი რამე თქვა მარიამ. ქართველად და იმიტომ რომ სულ რამდენი ვარ, ძალიან ცოტანი ვართ ქართველები და წარმოიდგინე ახლა რომ იაპონიაში დაბადებულიყო მონათლავ დავიდვე. ან ჩინეთში რომ დაბადებულიყო, ჩინეთში კიდე მილიონობით ხალხია, ხო? ხო, ძალიან კარგი პასუხი იყო, მომეწონა ძალიან. აბა კიდე, აბა ვის უნდა ბედნიერებაზე რომ თავისი აზრი გაგვიზიაროს. აბა მოდი ბოსლები ჩავხტათ ერთი ლალი მასწავლებლის სახლში, სალონში. რა ხდება ერთი თმანიში. აქ თუ არა გულში ბედნიერება და რა მიაჩნიათ ბედნიერება? გამარჯვეს ქრისტიანსკა. ეშმარიტად აღდგა, გაიხარიხი. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახი ყავს და ლალი მასწავლებელს ვიცნობ. ისე ხედავ, როგორი მადლიერება გამოხატა და როგორ დაეხუტა ლალი მასწავლებელი. აბა, როგორია? ლალი მასწავლებელი როგორია? ძალიან კეთილია, მზრუნველი, ძალიან ჭკვიანი და ძალიან საყვარელი. მადლობა. თქვენი კომპლიმენტი დავფერდი, ლექსი მასწავლებელი არ მიღია კომპლიმენტი. აი რა საინტერესო რამე თქვა, ნახე ახლა. ლალი მასწავლებელი ხო ყველა სოფელში ასეთი მასწავლებელი ხო არ აყავთ. თქვენ ერთადერთს გერგოთ სოფლიოში ესეთი მასწავლებელი. აი უყურე, ჯერ აქ რამდენი ოჯახია ჩართული. და ამა ასეთი რამე არის, რომ მასწავლებელმა თავის სახლში მოიყვანოს მოსწავლეები, ხო და თან ერთხელ და ორჯერ კი არა. ალბათ 100-ჯერ და 200-ჯერ, უკვე რამდენჯერ გააკეთა. აბა მეორე გიორგია ისა საყვარელი. გიორგი, რა არის შენთვის ბედნიერება? ჩემთვის ბედნიერება არის პირველ რიგში ის, რომ ყავს ოჯახი, ასევე ვცხოვრობ საქართველოში და მიმაჩნია, რომ საქართველო არასდროს არ უნდა დავტოვო და ასევე ის არის ჩემთვის ბედნიერება, რომ თქვენ გიცნობთ და ესეთ კარგ ხალხთან ერთად ვარ. შეგენაცვალე, ნახე როგორ მოგვეფერა გიორგი, დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, რა ჭკვიანი ხარ. მე ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვცხოვრობ, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და კვართის პატრონები რო ვართ, კიდევ ამითა ვარ ძალიან ბედნიერი. გენაცვალე ჩემო საყვარელო, ნახე, ესე იგი გიორგიმაც რა კარგად თქვა და ნატალიამაც, რომ როგორ ხაზი გაუშვეს ბავშვებმა, რომ ჩვენთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა, ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ ვართ. ქართულად საუბრობთ ყველაზე უნიკალურ ენაზე დედამიწის ზურგზე და თან კვართი გაგვაჩნიაო ჩვენ და კვართის მცველები ვართ. აბა კიდევ ის აქვს სურვილი, 1-2-იც რო ჩავხტოთ, აბა მართა სასანიძე, ჭიათურა. მე ბედნიერი ვარ იმისთვის, რომ ქართველები ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ღვთის ენაზე ვსაუბრობ. აჰა, მართა, აი შენ რო ამბობ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვარ და ბედნიერი ვარო. ესე იგი, მასეთი რა არის მართლმადიდებლობა, მასეთი რომ ბედნიერებას განიჭებს, აი, რატო გაუსვი ხაზი რომ ხო რა არის მასეთი, რისი მომნიჭებელია, რის საშუალებას გაძლევს? მას ყველაზე სწორი არის მართლმადიდებელი ქრისტიანობა და მის საშუალებით რომ ქართველები ვიყავით მართლმადიდებელი ღვთისმშობლის წილხვედრითა წილად. და რისი დაბრუნების შანსი გვიჩნდება მართლმადიდებლობით? მას 64-ის დაბრუნება. აი ყველაზე მთავარი, მიხვდი ჩემო ჭკვიანო, როგორი ჭკვიანია ეს ნამდვილი მართა ხარ შენ, ხევსური მართა. აბა მე მინდა ელენე ძინძიბაძეს ვკითხო ახლა მის გულში თუ არის ბედნიერება და მე ელენე ძაძამიძესაც, ორი ელენე უნდა ჩავხტო.
მოგესალმებით მას. მე ძალიან ხშირად მიგწვნია ბედნიერება და ზოგადად მოვფიქრობ, რომ ბედნიერება არის სიყვარულში. თუ გაქვს სიყვარული შენი მოყვასის, შენი რელიგიის და შენი ქვეყნის, მაშინ ბედნიერი ხარ. პირადად მე ვგრძნობ, რომ ვარ ბედნიერი, რადგან ვარ ქართველი, ვარ ქრისტიანი და ვარ, ასე ვთქვათ, ის ადამიანი, რომელიც ვთქვათ, ცდილობს მაინც რომ გაიაზროს საკუთარი როლი ამ ქვეყანაზე. პირად მე ბედნიერება მივგრძნია მაშინ, როდესაც ვთქვათ, ეკლესიაში ლოცვის დროს ჩემი სინანულის გამო წამომშლია ცემლი, რადგან ამ დროს ვფიქრობ, რომ აი ამ ცემს გვანიჭებს ღმერთი და როდესაც ჩვენ ღმერთთან გაქვს ასეთი ურთიერთობა და ჩვენ ღმერთი ამის ნიშს გაძლევს, ეს ჩემთვის ძალიან, ასე ვთქვათ, სასიხარულო არის. აი პირადად თქვენგანაც ძალიან ხშირად მივგრძნია ბედნიერება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მივგრძნია თქვენგან თბილი დამოკიდებულება, მოსიყვარული დამოკიდებულება და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ვფიქრობ, რომ თქვენაირი ადამიანები ძალიან ხშირად ანიჭებენ ადამიანებს ბედნიერებას და ასწავლიან, როგორ უნდა გუყუროთ ჩვენი მოყვასი და მაგალითად თქვენამდე. გაიხარე, შემოგვიფასო. ნახე, როგორი თბილი გოგოა და ამხელა სიყვარული უტრიალებს გულში ელენეს. ამა ეხლა მეორე ელენე ძაძამიძე ეს ჩემი საყვარელი, კაი ხინკალი რო გააკეთა ხევსურეთში, კი არ დამავიწყდა ფილმში რო ხარო ჩაყარე ვაფშე ხინკალი. მოგესალმებით მას. ძალიან მომენატრეთ და პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თქვენ ხართ ჩემი ბედნიერება. იმიტომ რომ ღმერთს ყოველდღე მადლობას ვაძლევ, რომ სამშობლოსნეობის ლაშქარის წევრი მომენიჭა ეგ პატივი, რომ მე რქვა სამშობლოსნეობის ლაშქრის წევრი და ეს ნიშნავს იმას, რომ სიყვარულით თქვენთან ერთად ღმერთში კიდევ ერთხელ მომეცეს იმის შანსი, რომ დავიმკვიდრო 60-ხე და თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით სამშობლოსნეობის ლაშქრით მოვხვდე 60-ხეში ღმერთში და დავიმკვიდროთ ერთად ცათასასწრებელი. და ძალიან მიყვარხართ. გენაცვალე, მართლა როგორ მომნატრები. მას კიდე ერთხელ ელენე ძინძიბაძე არის, მას ჩემი საუკეთესო მეგობარი, მე შემოვიყვანე მას და როგორ დაგვაკავშირეთ არ ვიცი, მაგრამ ერთი მრევლი ვართ, ერთი ბარძიმიშვილები ვართ, ერთი მოწყურის მრევლი ვართ და ავიცი, ელენე ჩემი ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი ცხოვრებაში და როგორ დაგვაკავშირეთ მას, აი ძალიან გამიხარდა. და რო იცოდე. გამიხარდა. ეხლა რაც ელენე ძინძიბაძე შემოდის, სულ ფიქრობ, რომ ნეტა ელენე ძაძამიძეს გავაცნო რაღაცნაირად მეთქი და აი, დიდება უფას რა მაგარი რამე. 4 წელზე მეტია, მას ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია მას და ეხლა ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად შემოვიდა. გაიხარე, შემოსაყვარელი. აბა ბოლოს ენაცვალე, აბა გაუგზავნოთ, გაუგზავნოთ გულები, ნახეთ რა მაგა. მარიამ ბერეკელაშვილი მაინტერესებს ესა შაშიანიდან რა სიტყვის. მას ჩემს ბედნიერება არის, რომ მე ვარ ქართველი და მეც ვარ ქრისტიანი მას და ჩემი ოჯახი რომ მუდამ ბედნიერია, მას კიდევ ეს არის ჩემი ბედნიერება. პირველ რიგში მოგესალმებით ქრისტიანსგან. ჩემთვის ბედნიერება არ ვიცი. როგორ უნდა ახსნათ, ბევრჯერ აგისათ ეგ კითხვა, მაგრამ პირველ რიგში არის, რომ უფალთან ყოფნა შემიძლია. წეღარ ვაღნიშნეთ, რომ უფალი ჩვენ კი არ ვიპოვეთ, უფალმა გვიპოვნაო და მე ვარ ბედნიერი იმით, რომ უფალმა მიპოვა და შემიძლია, რომ მის გზას შევუდგე და ვიმსახურო მთელი ცხოვრება მისთვის და დაკარგული სამოთხის დასაბუნებლად. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ყოფნა შემიძლია და იმ სიყვარულის გაცემა, რაც გულში მიტრელებს, შემიძლია თითოეულ ადამიანს გავუზიარო და არ ვიცი სხვა მხრივ, აი არ ჩემს გულსა და ზოგადად ჩემს თავს არ ვაძლევს, რომ მოწყენილი ვიყო და მთელი გულით და სულით სულ ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ქრისტიანი ვარ, ქართველი ვარ და რაც თავარია კვართის მცველი ვარ. მიყვარხარ ძალიან. მე მგონი უკეთრო ყოფილად თქვით, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ თქვენ ხვდებით ყველაზე მთავარს, რომ ჩვენ ღმერთთან კავშირი უნდა აღვადგინოთ, რასაც 60-ის დაბრუნება ქვია. აი მართლმადიდებლობას რო უსვამთ ხას, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თორე ის მიწიერი, ის რაღაცა ჩვენ ხო გვინდა რაღაცები, ის დღეს არის ხვალე აღარ იქნება. აი რა უნდა მოგვიტანოს მიწამ დროებითმა, არაფერი არ არის. ხო და ის თქვენ რასაც შეეხეთ, კვართი, ის მშობელი, მართლმადიდებლობა, 60-ხე, სიყვარული. იცით ბავშვებო, როგორ არის იცით? აი ფული რამდენიც გინდა მოაგრო, ადამიანი რო გარდაიცვალება, სულს არ მიყვება ფული. სული ხო რჩება, სხეული კვდება.
ხო და სულს მიყვება სიყვარული. თუ სიყვარული მოაგროვე, სულს გაყვა სიყვარული. 10 მოაგროვე, 10 გაყვა. 100 მოაგროვე, 100 გაყვა. მიხვდით? რა თქმა უნდა, შესაბამისად, თუ სიძულვილი დაგიგროვდა, სიძულვილი გაყვა. აი ასეთი დამოკიდებულება. და ისეთი საინტერესოა, მერე მინდა მამები ამბობენ, რომ იქაცო 64-შიცო, იქაც გრძელდება ეს სიყვარული. მარტო ან კი არ არის საჭირო სიყვარული და იქ რომ აღარა, ამა იქ არის თუ არის სიყვარული. ეგრე რომ აი მთელი დიდი ბედნიერება წინ გვიწევს. ეხლა აქ სიყვარულზე და ბედნიერებაზე არის საუბარი და კიდევ ერთი ძმობის ამბავი მინდა მოგიყვეთ. ძმობა ესეთი სულხან საბა ორბელიანის პატარა იგავია, რომელიც ღრმააზროვანია და ცოტა რაღაცები ჩვენს მიუმატებს. თანამედროვე, გავათანამედროვე. მოკლედ ორი ძმანი არიან. ერთი ძმა მშობლებთან ცხოვრობს, იმიტომ რომ არ აყავს თავისი პირადი ოჯახი, მეორე ძმამ ცოლი მოიყვანა და 3 შვილი ყავს. და ცოტა იქით იგივე სოფელში, ცოტა მოშორებით, სახლ-კარი აქვს და ზის თავის 3 შვილს. ძვირფასი მეუღლე ყავს და მაგრამ მამისგან ერთი ყანა დარჩა. ხო და ხო შეეძლოთ გაეყოთ ან 3 ნაწილად, ან 2 ნაწილად, მაგრამ თქვენს რომ მოდიო, ერთად ვიმუშაოთო, ერთად მოვიყვანოთო და რაც მოგვივა იქიდან შუაზე გავიყვანო. ხო და 1 წელიწადს ბავშვებო, ცუდი მოსავალი მოვიდა. ხო და მცირედი შეხვდა ერთსაც და მეორესაც. დაღამდა. ამ ერთმა კაცმა თავისი ორმოდან, იქ აი ორმოს ხარო ქვია ესე ამოიღებდა და თავის მოსავალს იმ ორმოში აი როგორც ახლა სარდაფში რო ინახავენ რა, ასე ინახავდნენ ადრე, ძველი ამბავია და ერთი ტომარა გაავსო ხორბლის, ჩუმად ღამე ყველამ რო დაიძინა, წავიდა ჩუმად, მიიპარა და ძმის ორმოში ჩაყარა. ასე თქვა რომ მეო 3 შვილი მყავსო, ჩემ ძმას კიდეო, ხო, დედა ყავსო და მამა ყავს მოხუცებიო, არ შვილი ყავსო და აოჯახება უნდაო 1000 რაღაცა და ამიტომო იმას უფრო უნდა დახმარებაო. მე იოლას გავალ ჩემი წვრილშვილი. ხო და მეორე ღამით აიღო მეორე ძმამ ისევ ტომარა, ახლა იმანას ტომარა გაავსო და ჩუმად გაიპარა და თავისი ძმის ორმოს გადახადა და ჩაყარა. და ასე თქვა რომ მეო, მარტო ხელა კაცი ვარ, ცოლი მე არ ამყავს, შვილი არ ამყავს, რაც მინდა მე, აი ჩემ ძმას კიდევ რთული სეზონი იწყებაო და 3 შვილები აყავდეთ, თავარია რამე არ მოაკლოსო. საჭმელ შვილებს ხო არ მოაკლოსო, მაგას ჭირდება თუ ჭირდებაო. ხო და ჩააყარა. ეხლა მეორე დღით კიდე ჩაიხედა, სავსეა ისევ ორმო. 10 ამდენიო კაცო, აიღო ისევ ტომარა, ჩააყარა ისევ ხორბალი და იცი როგორ მოდიოდა? დღე გამოშვებით ეს მაყრიდა თავის მის ორმოში ამ შემოსავალს, იცის დღე გამოშვებით, ოღონდ ეს თუ კენტლის ცხებში ყრიდა, ის ლუწყვის ცხებში. ანუ პირველში 3-ში 5-ში ეს ძმა უყრიდა, 2-ში 4-6-ში ის ძმა უყრიდა. და ესე ცხოვრობდნენ ბედნიერად რა, ხანი ჩაყრიდა. ერთხელაც ხო და ყველაზე საინტერესო რა არის? ესე იგი იყენებდნენ თან, მაგრამ ბიჭო, იმდენი ქონდათ რომ ეს ორმოს სავსე იყო და ეს ვეღარ გაეგო და ერთხელ მოკლედ ძმები შეხვდნენ ერთმანეთს რა. გზაში ერთმანეთს გადაიკვეთნენ, ხო და მიხვდნენ ორივე სავსე ტომარები და სად მიდიხარ და არ გეტყვიო, შენ სად მიდიხარ, მეც არ გეტყვი სად მიდივარ და მიხვდნენ უკვე და გადაეხვინენ ერთმანეთს და ზმურად ჩაეხუტნენ და მე კიდე რისი დამატება მიყვარს ხოლმე რა. ღმერთი უყურებდა ამ ამბავს, რომ ძმები ასეთი სიყვარულით ეპყრობოდნენ და ესე იგი სიყვარულით და თავგანწირვით ერთმანეთის მიმართ და თითო ტომარას
ყოველ ჩაყრაზე ერთს უმატებდა, იმასაც უმატებდა და ამასაც. რამდენი ის ჩაყრიდა და ორ-ორი ტომარა ემატებოდათ. იმიტომ იმდენი ჰქონდათ, რომ ყოველთვის კარგად ცხოვრობდნენ. და მართლაც ესე არ არის, ღმერთი ხო ჩვენ როცა სიკეთეს ჩავდივართ, ის არ გვეკარგება და ღმერთი ჩვენ ყოველთვის გვეხმარება 1-1000 და 100-ად. კარგი, ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთი ბედნიერების საიდუმლო მინდა გითხრათ და ასე დავამთავროთ ლამაზად. რა საიდუმლოება აქვს ეხლა კიდე ერთი ბედნიერებას. აი, როცა ადამიანი სხვაზე სულს არ დაიმახსოვრებს და მარტო კარგს დაიმახსოვრებს, ყოველთვის ბედნიერი იქნება. თურმე რატო? აი, ეხლა მაგალითად ჩვენი კლასიდან. აი, რომ ბავშვებს რომ დავალვალო ესეთი დავალება, რომ აბა თქვენი კლასის ბავშვები რა შეცდომასაც დაუშვებენ, ეგენი რომ მოვაგროვოთ. და რომ მოიტანოს ეხლა ყველა მრევლები სახსე, რომ ამან ის გააფუჭა, იმან ის გააფუჭა, ეს ესეთი ცუდი, ამან ცუდი სიტყვა თქვა, იმან ცუდი. წარმოვიდგინეთ რა საშინელება დატრიალდება. ესე იგი, ყველა მოიტანს ცუდ ამბავს, ყველა მოიტანს ადამიანთა ნაკლოვანებების, ასე თქვა, დასტა ამბებს და რაც უფრო ბევრი ასეთი ცუდი დაგროვდება გულში, უფრო მძიმედ შეწუხებულად და ესე იგი უბედურად იგრძნობს ადამიანი თავს, იმიტომ რომ ეს ჭუჭყის თუ ამის გულში დაგროვდა. მაგრამ თუ ადამიანი ასე იცხოვრებს, სხვის ცუდს დაივიწყებს და სხვის კარგს დაიმახსოვრებს. და თუ მეც მოგეცით დავალება, რომ აბა თქვენს კლასში რა მოხდება კარგი, ვინ როგორ კარგად მოიქცევა, ვინ რამე სანაკებო სიტყვა სიტყვის, სანაკებო საქციელით გამოიჩენს თავს, კარგ ლექს წაიკითხავს, რაღაცა სასიხარულო ამბები დატრიალდება მათ ოჯახში, აი ასეთი დავალება რომ მოგცეთ. ნახეთ რა მოხდება. ყველა მოიტანს კარგი საყვარელ ამბებს. ზოგს სპორტულ წარმატებებს, ზოგს იქ ლექსი ექნება დაწერილი, ზოგს ექნება აი რა სიკეთე ჩაიდინა, ზოგს სხვაც რა, ესე იგი, წარმატება მიაღწია ცეკვაში, სიმღერაში და ასე შემდეგ. ხო? დაგვიგროვდება ძალიან ბევრი კარგი ამბები, ბედნიერების ამბები და აი საიდუმლოდ თურმე ყოფილა, რომ ყველაზე ახალგაზრდა ჩემართებით და ხალისიანად თურმე არის ადამიანი, რომელიც გულში ჭუჭყს განაგდებს, არ იტოვებს, ირიცხებს და მხოლოდ სასიკეთო ამბებს დაიმახსოვრებს. და მისთვის იცით რა აღმოჩნდებაო? ცოტა ხანში აღმოაჩენს, რომ მხოლოდ კარგი ადამიანები იარსებებენ. აი გახსოვთ მე, რომ მამა პაისის ამბავი თუ მოგიყევით, არსებობენ ადამიანი ბუზები და ადამიანი ფუტკრები. დავაკვირდეთ როგორია ბუზი. ბუზი დადის და ყვავილების ბაღშიც რო გაუშვა, მაინც სიბინძურეს ეძებს იქაც. ჩააგრება შიგნით, წიგნით, სადღაც ერთ პატარა არაწმინდებას ნახავსო და იმას დაუწყებს გაქექვასო. ანუ ასეთი ადამიანი ბუზი რა შვება იცი? მარტო ეძებს, აბა სხვა რაში შეცდა, სხვა რა გააფუჭა, სხვა რა ცუდი თქვა და აგროვებს მარტო სხვის ჩადენილ, ესე იგი, ცხოვრებას. და აი მინდა გითხრათ, რომ თუ დააკვირდებით, ადამიანთა უმეტესობას ჭორაობა უყვარს სხვის ცოდვებს. გაიგე გოგო იმანის ორი შენისაც და ესე მიდი და ჭორაობენ სხვის ცუდზე. რა შენი საქმეა სხვისი ცუდი? ქრისტიანობამ გითხრა, შენი ცუდი ეძებე და სხვაში კარგი მოძებნე. აი, იმიტომ რომ სხვისი ცუდი შენ გამოგადგება რამეში? უფლის წინაშე რომ წარსდგები და სხვის ცუდებს რო ჩამოუთლი, უფალი არ გეტყვის, ჩემო საყვარელო, მე შენზე კარგად არ ვიცი, მაგრამ ცუდი ჩაიდინა თუ კარგი, მაგის მეტი მე რა ვიცი. ხო და ეგ რა შენი საქმეა, ის ჩემთან რო წარსდგება, იმას მე მოთხოვ პასუხს, მაგრამ აქ შენი სასამართლოა, შენი ბედი უნდა გადაწყდეს, სხვისი ბედი კი არის. ამიტომ დააკვირდით როგორია ადამიანი ფუტკარი, აი ფუტკარს რა თვისება აქვს.
ნაგავშიც რო გაუშვა ფუტკარი ნაგავს გადაუფრენს გადმოუფრენს და ერთ ყვავილს იპოვის იმასაც გულში დააჯდება და სიტკბოს ამოწოს და სულ სიტკბოს აგროვებს ხოდა ადამიანის ფუტკარიც როგორია იცი აი ელენეზე კარგ ამბებს გაიგებს და ელენეს კარგს დაიმახსოვრებს შეცდომები ყველასა გვაქვს მაგრამ აი შეცდომებს დავივიწყებ მერე რა დავაგროვებ მარიამის კარგ ამბავს იაკობის კარგ ამბავს იმამასწავლების კარგ ამბავს და ასე შემდეგ და ჩვენს გულში სულ თაფლი იქნება და თუ თაფლი დამიგროვდა და სიტკბო დამიგროვდა სულ ტკბილი ენა მექნება სულ ჩახუტების ხასიათზე ვიქნები სულ გაფრთხილებული მექნება თვალები მაგრამ თუ ადამიანი ბუზია ხო დამიგროვდება მარიამის ცუდი ანასტასიას ცუდი იოანეს ცუდი გიგას ცუდი დავითის ცუდი და სულ ხასიათად ვიქნები რა ცუდი ამინდია ვიტყვი რა უბედურება რა ყველაფრის უგმაყოფილო ვიქნები და მარტო მეწოდინება აი ბიჭაზე რო დადგებიან უსაქმური ბიჭები და სხვის ცუდებს რო არჩევენ იმან ბიჭო გაიგეს გააფუჭა იმანის გააფუჭა მერე იგინებიან მერე ცუდ სიტყვას ამობენ და მთელი ცხოვრება უგმაყოფილო და უბედური ხარშიანს აი რა არის აი ამიტომაც ჩვენ მოდი ეს საიდუმლო დავიმახსოვროთ და ამა ესეთი დავალება უნდა მოგცეთ ახლა თქვენ რომ ვინ მომიტანს შემდეგ გაკვეთილზე კარგ ამბებს ამა ფუტკრის ამბებს ვინ მომიტანს ტკბილ ამბებს და ერთმანეთს ტკბილი ამბები მოუყვეთ რომ დავიტკბოთ ერთმანეთი დავიშაქროთ და მერე სულ სიტკბო გავახცენოთ და ეს არის თქვენი დავალება ოღონდ საინტერესო ამბები უნდა იყოს აი უბრალო ამბები კი არა აი რაღაცა სულიერი წარმატება შეიძლება კი ფიზიკური წარმატება სწავლაზე ზნეობაზე ამა მოვაგროვოთ კიდევ ვიცი რა მინდა გითხრათ აი პატრიარქის კურთხევა ასეთ აი დააკვირდით საინფორმაციო ამბებს სულ ცუდ ამბებს აცხადეთ და პატრიარქმა იცი რა თქვა ხალხს რა დუნდა ესაო აი ხალხს რაში ჭირდება ვიღაცა ვერ არის კარგად და დედა მოკლა ვიღაცამ ესე იგი ავარიაში მოყვა და 7 კაცი გარდაიცვალა აცხადებენ აი რატო უნდა გამოუცხადო ეს ხალხს გაზი აფეთქდა სახლი ჩაწყდა იქ ვიღაცა ამოწყდა აბა დააკვირდით საინფორმაციო ამბებში სულ ასეთ ესეთი არა სასიამოვნო მოსასმენ ამბებს აცხადებენ და პატრიარქი ამაზე სწუხს რატო უნდა უთხრათო ადამიანებს ესო არჯობია კარგი ამბები გავაცნოთ ერთმანეთს რომ და ამიტომ მოგვიყვა ერთი ამბავი მახარებლების შესახებ რომ ერთი პატარა ბიჭი იყო თურმე ომიანობის დროს დაჭრილ ესე იგი მებრძოლებთან მივიდოდა არ უშვებდნენ და აქედან შეწახებდა და კაი ამბები მოგიტანეთ ეთყოდა და კაი ამბებს მოუგროვებდა და დაამშვიდებდა ამ მებრძოლმა დაჭრილმა ჯარისკაცებმა ამ ვის მახარებელი შეაქეს თურმე სწავლას 2 საათზე ამთავრებდა და სანამ მოდიოდა 3 ხდებოდა და 3 საათი რო ხდებოდა სად არის ჩვენი მახარებელიო უხარო და ყველას უყვარდა ხო და პატრიარქმას დაგვავალა რომ მოდიო ჩვენ ცუდი ამბები კი არ გავავრცელოთო იმიტომ რა გვინდა ცუდი ამბების გავრცელება ცუდ ხასიათზე დაგვაყენებთ და განწყობას გაგვიფუჭებს ამიტომ მოდი ცუდი ამბები არ მოუყვეთ არ მივაქციოთ და კარგი ამბებით და მახარებლები ვიყოთ ერთმანეთისო აბა ნახოთ ახლა პატრიარქის კურთხევას ვინ შეასრულებს და შემდეგ გაკვეთილზე ვინ მოიტანს სამახარებლო ამბებს ისეთი რომ გული გავითხოვოთ აი მამა ზაქარიას გამოჩნდა და მამა ზაქარია თუ შეიძლება რომ თქვენი ბედნიერების შესახებ გითხრათ აი ჩვენ ახლა მოვუყევით ბედნიერებაზე და ბავშვებმა თავისი აზრი გამოთქვეს და თქვენც რომ ამით დავასრულოთ რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება აი რითი უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი ქრისტიანსგა ჭეშმარიტად აღსდგა ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება რომ ქრისტიანსგა ნამდვილად აქედან იწყება ყველაფერი ადამიანი ანუ ქრისტიანი თელი სისავსით უნდა იყოს ბედნიერი ანუ რა ის იმდეს უნდა
იღწოდეს თავის ცხოვრებაში, რომ თავისი ცხოვრებით უფრო ახლოს და ახლოს უნდა მივიდეს ღმერთთან ყოველდღიურად. ეს ყველაფერი ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ წყვეთ ლოცვას, არ წყვეთ სიკეთის კეთებას, არ წყვეთ მარხვას, ქრისტიანულ ცხოვრებას. ყველაზე, ქრისტემ რა თქვა? ნეტარია ის, ვინც არ შეცდება ჩემში. რა გამოდის, ბედნიერები ვართ ჩვენ, როცა არ ვცდებით ქრისტეში. ბედნიერები ვართ ჩვენ მაშინ, როცა გვწამს უფალი იესო ქრისტე, რომელსაც ვერ ვხედავთ. ხო? რა უთხრა თომა მოციქულს? ნეტარ არიან ისეთი, ვისაც არ უხილავარ და ვრწმენეო. ხო, თომას კვირა ხო იყო წინა კვირას. ამიტომ ნახეთ, ყველა ადამიანი ყოველთვის გულით უნდა იყოს ბედნიერი. იმის მიუხედავად, რომ ბევრი დაბრკოლება, ბევრი რაღაცა წინაღობაა ცხოვრებაში, ბევრი შეფერხება, განსაცდელია, მაგრამ რას ვიზამთ? ყველაფერს უნდა შევხედოთ სწორად. მე წეგან ახლა ლექსომ თქვა, რომ არ უნდა უთხრა ადამიანებს ცუდი ამბები. მაგრამ მე გეტყვით ერთ ტრაგიკულს თან ქრისტიანულად გასახარ ამბავს. ტრაგიკულს თან გასახარ, ცოტა უცნაურია, მაგრამ გეტყვით, ადამიანის ცხოვრება ხო ძალიან ძიმია ზოგადად, ზოგიერთის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ღმერთი ესე ალაგებს, რომ ადამიანს რაღაცა გარკვეულ განსაცდელს უძლებს იმის გამო, რომ ის აუცილებლად აცხონოს. და რაც მეც ითმეს ადამიანი, ის უფრო მეტ სიხარულს და ბედნიერებას იღებს მომავალში. ზოგჯერ რთული ადამიანისთვის დაიტიოს ის რაღაც განსაცდელები და წუხს და ამბობს, ხო, მაგალითად როგორც პატრიარქმა თქვა, რომ დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. რატო თქვა ეს? იმიტომ რომ ადამიანი მართლაც იღლება ზოგჯერ, მაგრამ როცა უფალი მოდის მასთან, ის დაღლილობა მას უკვე ეხსნება. ღვთისგან ჩვენ გვეძლება ყველანაირი ძალა იმისა, რომ ყველანაირი დაღლილობა გადავლახოთ. და ეხლა რა მინდოდა, მე მყავდა ერთი მეგობარი, ჩემი უფროსი მეგობარი, ესე ვთქვათ, რომელიც ეკლესიის წევრი, ჩემ დროს ტიქაროსანი გახდა, როცა მე არმაში ვსახურობდი. ეს ადამიანი 2011 წელს დაავადდა სიმსივნით. მამაკაცია, ზაზა ალექსანდრე ესე ერქვა და ესე ქვია სახელი, ასე ვთქვათ მას. და 2-3 დღის გარდაიცვალა. მოკლედ ჯერ არ არის დაკრძალული, მაგრამ ბევრი რაღაცის მასწავლებელი იქნება. მე ბევრი რამე მასწავლა ამ ადამიანს. ესე იგი, იმის მიუხედავად, რომ მას ჰქონდა განსაცდელი, ის მიენდო მთელი ცხოვრება ღმერთს, სულ იღიმოდა, სულ იყო კარგ ხასიათზე, იმის მიუხედავად, რომ ძალიან სტყიოდა, ძალიან აწუხებდა თავისი მდგომარეობა. სულ იყო ეკლესიაში და იმის გამო, რომ ბევრი წამალი ჭირდებოდა და ძალიან ბევრი ფული ეხარჯებოდა. მე ხმარებოდნენ მეგობრები და რაღაც ბიზნესები ქონდა, სულ მაინც მოწყალე იყო. ყველას ეხმარებოდა. თან როგორ ეხმარებოდა, იცი? არასოდეს არ იხებდა უკან თუ ვინმე რამეს თხოვდა. თვითონ არ ქონდა, მაგრამ ვალს აიღებდა, ან მეგობარს გამოართმევდა და ესეთი ადამიანი იყო. იმის მიუხედავად სიმსივნე ქონდა, თან რომ მივიდა სამყოფოში უთხრეს რამე რომ შენ 2 თვეში გარდაიცვლები. 2 თვეში. და დაიწყო იმის მერე ეკლესიაში სიარული, ლოცვა, მოწყალების გაკეთება და 2011 წლიდან გუში 2 დღის წინ გარდაიცვალა, 3 დღისით აქამდე იცოცხლა და ბოლო დღემდე სულ ყველას მიმართ კეთილი იყო. და სულ ვეუბნებოდი ესეთ რამეს, რომ ასე ებრძოდა სულ საავადმყოფოში იყო, ჩვენი ნატალია როა გმირი. სულ საავადმყოფოში რო იყო, სულ რაღაცა და იბძვის და სულ რო გული უხარია და ბადლობს ღმერთს, ესეთი ადამიანი იყო და სულ სიხარული მოდიოდა. ზოგჯერ მიკვირდა ხოლმე, რომ ამ ადამიანს რატო აქვს ამხელა სარწმუნოება, საიდან აქვს ამხელა ისა და ზოგჯერ ვეხუბრებოდი, შენ კიდე ცოცხალი ხარ, თქო, ესე ვეუბნებოდი. ისეთი გულიანი და ისეთი საყვარელი ადამიანი იყო და ბოლოს ისე მოხდა, რომ და ერთიც უნდა ვთქვა, მისი ეს სიკეთე. ესე მდგომარეობაში როცა იყო, რა ხნა, იცი? მე ერთხელ რაღაცა ვთხოვე რა, ძველი მანქანა ყავდათ რაღაცა და თვითონ მითხრა მოგცემ. რაღაცა მჭირდებოდა.
მეუთხარი შენ რო ძველი მანქანა მითხარი თქო იმას მომცემ თქვა თუ და რა მითხრა იცი ისო ვიღაცას მივეციო და ძველი რატო ახლა ახალს მოგცემ და ჯიპი მომცა მერსედესის ჯიპი თავისი ცოლი იჯდა ამ მანქანას და იცი რა დღეს მითხრა მისმა ცოლმა სხვათა შორის და რა მითხრა იცი გამიყვანაო და ლელაო ჩვენო ერთი მანქანა ხო გვიყოფა მოდი რა ერთი მამაოს ვაჩუქოთ და თავისი აი როცა ადამიანს ასე უჭირდა და მე ძალიან შემწყდა და ძალიან ვინერვიული მე უთხარი არ მინდა მეთქი არაო მეო ძალიან მინდაო შენო რომ მოგცეო შენი ოჯახისთვისო და ისეთი აი ძალიან ძვირფასი მერსედესი ჯიპი მომცა რაღაცა მიზერული თანხა გადავიხადე იქ კომპანიის სახელზე გყავდა თავის ცოლი დადიოდა აი ესეთი მოწყალი ადამიანი იყო მიუხედავად მისი გასაცდელების სულ ყველას მიმართ და ბოლოს ძალიან ცუდად გახდა ინსულტი დაემართა ეხლა წინა დღეებში წინა თვეებში და რო გადაიყვანეს საავადმყოფოში ხო იქ ვიყავი მისული მე და ჩაუტარე შვილის ეთის ცხება და ძალიან წუხდი იმაზე რომ აი ხო იცი საავადმყოფოში როგორც არის ხოლმე ადამიანები აი ზონდი ისინი რო აქვს პირში რაღაცეები და ძალიან წუხდი ძალიან და მეწოდებოდა რომ ამდენს იტანჯებოდა და კვირა დღე იყო ჩემთან ვიყავით აქ სტუმრები მყავდა და თქვი ესეთი რამე მე ძალიან წუხარ მეთქი ჩემ მეგობრებთან გავაო თქვი ასეთი რამე რომ ძალიან წუხარ ზაზას გამო რომ ესე იტანჯება თქვა და დიდი სიამოვნებით თქვა ესე თქვი რომ შევიდოდი და წაუკითხავდი სულის გასვლის ლოცვებს და დავასვენებდი მეთქი რომ ასე რო იტანჯება ძალიან გულთან მივიტანე იმიტომ რომ უსაყვარლესი ადამიანი იყო და არ ვიცი ალბათ მე ვამბობდი რომ ხმეს როგორ გაიგონა ჩემი ნათქვამი თქვა მე ხო ცოდვილი ადამიანი ვარ მაგრამ აი როგორ ღმერთმა ამისრულა და ორ დღეში შეისვენა გარდაიცვალა და ანუ გაიყვანა ღმერთმა ესე ნაზიარე მანამდე ვაზიარე მანამდე მე ზეთი წეისა და სულ მაზიარებელი იყო დავდიოდი და ვაზიარები აღსარებელი იყო და სტიხაროსანი იყო ამასთანავე და ნახეთ როგორი მე დღეს ვარ ბედნიერი იმით რომ ის ასეთი მოწყალი ადამიანი ასეთი სიხარულით სავსესული მიუხედავად მისი განსაცდელებისა ნაზიარები შვილზისეთის ცხების და ასე თქვა ყველაფერი აიტანა ამ წლების განმავლობაში ითმინა და ღმერთმა წაიყვანა თავისთან სასუფეველში ნახეთ ეს რამხელა სულიერი ბედნიერებაა რომ ის გაათავისუფლა ღმერთმა ამდენი ტანჯვისგან და ეხლა უკვე ღმერთის წიაღში გადაიყვანა მისი სული და ვიღაცა იტყვის როგორ გიხარია შენი მეგობრის გარდაცვალება მაგრამ იცით მე როგორ მიხარია ახლა რომ მისი სული ღმერთის ხელშია ისეთი აი ესეც არის უდიდესი ბედნიერება დღეს მე რო ვიყავი მასთან პანაშვიდი გადაუხადე ჩვენ აი ძალიან აი იქ მისი მეუღლე იყო და კიდე მისი მეგობრები და ჩვენ ისეთი ავსილი ვიყავით იმ სიხარულით რომ მისი სული ღმერთ ჩაბარდა და ესეთი სიყვარულით ასეთი მონანიებით ასეთი ქრისტიანული ღვაწლით გაიყვანა რომ ამაზე დიდი სულიერი ბედნიერება არ არსებობს გარდაცვალება ხო ტრაგედია არ არის ხო ბავშვებო შეიძლება გაგიკვირდეთ თქვენ მაგრამ აი ზუსტად ქრისტიანი ასე უნდა ცხოვრობდეს რომ მას გარდაცვალების კი არ ეშინოდეს მის გარდაცვალების მომენტს ელოდებოდეს იმისთვის რომ აი თავის ძვირფას ქრისტეს შეხვდება სულით და ნახავს მას აი ეს არის ჩვენი ცხოვრება ამისთვის გვამზადებს ჩვენ ქრისტე ამისთვის ვეზიარებით ჩვენ ყოველთვის რომ არ გავწყვიტოთ კავშირი ქრისტესთან და აი ქრისტიანები ყოველთვის ასე აღნიშნავდა წმინდა მამები პატერიკებში ჩვენ ხშირად გვიწერია ასეთი რამე რომ როცა სულიერი ადამიანი გარდაიცვლებოდა ხარობდნენ ლოცულობდნენ მისთვის და ხარობდნენ რომ აი ასეთი სამაგალითო ასეთი სუფთა ადამიანი გადაინაცვლა ღვთის წიაღში და როცა ადამიანი აღსარებით და ზიარებით გადის იმაზე უფალი ასე ამბობს ხო ესე იგი მე ჭეშმარიტად გეუბნები თქვენო ისო კი არ მოგდესო ის გარდაიცვალოსო ცხოვრებისათვის საუკუნოდ
ანუ გარდაცვალება ხდება და მისი სულის ხსნა ამ ცოდვილი ცხოვრებისგან, ტანჯვისგან, ტკივილისგან და ხშირად რო გვეუბნება ლექსმასწავლებელი, აი დაკარგული 64-ში დაბრუნებისთვის ხდება ეს ყველაფერი. ამიტომ აი ნახეთ, ვინ რაში ხედავს ბედნიერებას, ვინ რით არის ასე თქვათ ბედნიერი. ეს უნდა ვისწავლოთ, ეს ამაზე უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რომ ყოველთვის ნებისმიერ შემთხვევაში რაც ჩვენს თავს ხდება და როგორც ხდება, უნდა ვიყოთ აუცილებლად ბედნიერები, იმიტომ რომ ქრისტე არასოდეს ჩვენთვის ცუდს არ მოინდომებს. პირიქით, ყოველთვის მოინდომებს საუკეთესოს ჩვენი სულისთვის და ჩვენი ცხოვრებისთვის. ამიტომ ქრისტიანი მარაჯამს უნდა იყოს მომღიმარი, მარაჯამს უნდა იყოს იმედის მიმცემი ყველას მიმართ და სიყვარულის გამზიარებელი. და ესეთი შემართები, შრომელი და მლოცველი და წირველი და ყველგან უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა ადამიანს ბედნიერება მიანიჭოს. რომ არ იყოს ზარმაცი, არ იყოს ესეთი ეგოისტი, მე მინდა მარტო, არა, არ დაგვავიწყდეს, ხო, ყოველთვის გვახსოვდეს, იესო ქრისტემ რა თქვა, მე მოვედი იმისთვის, რომ გემსახუროთ. და ამით ვარ ბედნიერი, რომ გემსახურებით. და ჩვენც ხო ესე უნდა გავიზარდოთ, ვემსახუროთ ყოველთვის ყველას. და როცა ვემსახურებით ადამიანებს მივარიჭებთ ბედნიერებას და სიხარულს, მერე ჩვენ ხო უფრო მეტი ბედნიერება მოგდის და უფრო მეტი სიხარული გულში, რომ აი ვიღაცამ ჩვენი რაღაცა მსახურებით გაიხარა. ესე რომ აი ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ნებისმიერი ჩვენთაგანის, რომ თქვენ გაიზარდოთ ერთმანეთის მსახურები სიყვარულში, განსაცდელში, თანადგომაში და ყოველთვის თუნდაც ბრძოლაში. იქ სადაც დიდ გორზე იქნება თუ შამქორზე იქნება თუ სადაც იქნება საბრძოლელი ყველგან. ვიყოთ ჩართული, იმიტომ რომ ქრისტიანი უნდა იყოს მარად მებრძოლი ეშმაკის წინააღმდეგ, რომ არ შემოუშვას დეპრესია, არ შემოუშვას უიმედობა, არ შემოუშვას რაღაც ცუდი ბოროტი ის, რომელიც ჩვენ დავღუპავს. არა, პირიქით ქრისტეთი ვებრძოლოთ და ყოველთვის გამარჯვებულები ვიქნებით. ასე რომ ბედნიერებას, ქრისტეში ბედნიერებას გისურვებთ ყოველთვის, დანაცვლილი და ბედნიერი იყავით. მენელსაცხებელი დედების კვირიკია, შეგეწიოთ მათი სარწმუნოება და მიუბაძოთ მენელსაცხებელი დედებს სარწმუნოებაში, რომელიც არის უდიდესი თავისი მნიშვნელობით მათი ღვაწლი. აი მათ არ ეშინოდათ მარტო ქრისტეს დაყოფა, ბავიდან ბოლომდე მასთან იყვნენ და იმისიც არ ეშინოდა, რომ საფლავთან მივალო და ისე უყვარდა მარიამ მაგდალინეს იესო ქრისტე და ისე წამდა და ისე უყვარდა ის, რომ წავიდა და გზაში კი ფიქრობდა, ლოდი ვინ გადამიგოროსო. მაგრამ უფრო მეტად იმას ფიქრობდა, როდის მივალ და ნახავ ჩემს საყვარელ მოძღვარსო. და რომ მივიდა ლოდი გადაგორებული დახვდა. ნახე, როცა შენ ღმერთისკენ მიდიხარ, ყველანაირი ლოდი იქ გადაგორდება და ყველაფერს ანგელოზები წინ ჩამოგაცილებენ და მიგიყვანენ ღმერთთან. აი ამის მაგალითია სარწმუნოებაში ყველაზე ძლიერი მარიამ მაგდალინელი და მივბაძოთ ჩვენც იმას ამ სარწმუნოებაში. და მრავალს დაესწრით და შეგეწიოთ მისი ლოცვა და მისი სარწმუნოება. ამინ, ამინ. აბა ჩემო ძვირფასებო, მე შეგახსენებთ, რომ 6 მაისი არის გიორგობა, წმინდა გიორგის. აი ჩვენ ხო გიორგობა ყველას გვიყვარს და საქართველოში ყველა ოჯახში ზეიმია გიორგობას. და აი მამა ზაქარიამ რას თქვა? ეს არის გიორგი, წმინდა გიორგის გარდაცვალების დღე. თავი მოკვეთეს წესი და ჩვენ კიდე რა გვიხარია? აი ეს გვიხარია, რომ ის ამ დღეს შეხვდა პირნათელი უფალს. და უფალს რო ჩაეხუტა, ნახე ჩვენ გვიხარია. ჩვენ ბლოიარეები კი არა ვართ, კახარებულები ვართ და აი ეს სიხარულის ფასი ვიცოდეთ, ამ სიხარულის შეგრძნება გქონდეს ჩვენ გულში და აი მრწმენით რომ ჩვენი მიზანია და იმ მრწმენით რომ თავარი ბრძოლა მოგებულია ქრისტე აღდგა მკვდრეთით და ჩვენ საფხადგეს ვინც გავყვებით ქრისტეს დაკარგულ სამოთხეში. აბა გემშვიდობებით ყველას დიდი სიყვარული და დროებით ქრისტე აღდგა. ეშმაკეთად აღდგა. აბა გაიხარეთ, გეფერებით მიყვართ. აი რომ დაესწრით, აბა იხარეთ.